ბავშვის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობა არის თამაში. ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა, რომელიც გავლენას ახდენს მის სრულ განვითარებაზე, აღზრდაზე, ზრდაზე და ადამიანთა პიროვნება ჩამოყალიბებაზე. და როგორ შევარჩიოთ სათამაშო ეს ყველაზე ხშირი კითხვა კონსულტაციაზე, შეხვედრებზე მშობლებთან. და აქ ძირითადად კითხულობენ რა ხარისხის უნდა იყოს, ან რა ასაკის უნდა იყოს სათამაშო, რა ცენზი უნდა იყოს მითითებული სათამაშოზე, ასაკობრივი. ჩვენ ვამბობთ და ვაღიარებთ ყოველ ცალსახად, რომ სათამაშო პირველ რიგში უნდა იყოს ხარისხიანი და ჯანსაღი, უსაფრთხო. ეს ნიშნავს, რომ ძირითადად ყველაზე პოპულარული არის ჩვენთვის ხის სათამაშოები, ხის დანადგარები, რომლებიც არა მხოლოდ სამაგიდო თამაშებია, ფაზლები, არამედ მსხვილი დანადგარები, ეს იქნება შვედური კედელი, პიკტურის სამკუთხედი და ასე შემდეგ, რომელიც შეიცავს ხეს, ბიოლოგიურ და ეკოლოგიურ პროდუქტს და ასევე უნდა იყოს შეღებილი უსაფრთხო საღებავებით, რომელიც აუცილებლად საქართველოს ხარისხი მნიშვნელოვანი ხდება ხოლმე. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უკვე გვაქვს სტანდარტები და რეგულაციები, რომ სათამაშო უნდა იყოს უსაფრთხო და აუცილებელია ეს იყოს შეფუთვაზე მითითებული, თუ რა სერტიფიცირება გაიარა სათამაშომ. რა ხარისხის სტანდარტებს ფლობს, მაგალითად ევროპული ხარისხი უნდა იყოს დაცული, იქ ბრიტანული თუ სხვადასხვა ქვეყნის ხარისხის რეგულაცია უნდა ქონდეს გავლილი, ამ მხრივ ჩვენ დაცულებოთ, მაგრამ მშობლები მაინც ყურადღებით უნდა იყვნენ და სათამაშო შეფუთვაზე კითხულობდნენ ინფორმაციას. რისგან შედგება, რა საღებავით არის შეღებილი, თუ პლასმასია არის, თუ არა ის უსაფრთხო პლასმასი, მაგალითად BPA free პლასმასი და ცენზი ასაკობრივი უნდა განიხილოს. ამდე 0 თვიდან ბავშვისთვის არის სტადია სენსორული განვითარების, მოტორული განვითარების. სენსორულ განვითარებაში ჩვენ გულისხმობთ ტაქტილურ შეხებას, სმენით სენსორულ განვითარებას, ორალურ განვითარებას, რაც იმას ნიშნავს, რომ წლამდე აუცილებლად ყველაფერს პირში ჩაედავს. შესაბამისად, წლამდე სათამაშოები აუცილებლად უნდა იყოს მსხვილი, ისე რომ ბავშვმა პირში ჩადება ვერ მოახერხოს, იყოს მსუბუქი, როგორც აი სურათებზე ჩანს, მსუბუქი, რომ ხელში არ გაუჭირდეს მისი დაჭერა. და იყოს შეხებადობით განსხვავებული, ტაქტილურად განსხვავებული. მაგალითად, შრიალა, პრიალა, შრაშუნა, ხმა უნდა იყოს გამოწვეული. ოღონდ ხმის გამოწვევა უნდა იყოს არა რელაქსზე დაჭერით და იქ ნახევარსაათიანი სიმფონია ირთვება, არამედ ჩხრიალებდეს. აი, შევეხე, გაჩხრიალდა, არ შევეხე, დადუმდა. ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვარ გამომწვევი ამ ხმის, ჩემი მოტორული манипуляციით ხდება ამ ხმის გამოწვევა. ანუ 0-დან 1 წლამდე თქვენ როგორც მივხვდით, რეკომენდაცია არის ასეთი, რომ თქვათ მუსიკალური სათამაშოები არ არის მიზანშეწონილი, ხო? არა ისეთი, როგორიც მაგალითად ბაზარზე არის ხელმისაწვდომი, რომელსაც დააჭერდა იქ ჩინური რაღაც სიმღერები, ძალიან ხმამაღლა ისე, რომ ზოგადად ხშირად მშობლები მეუბნებიან, რომ ბამბის ჩატენვა მიწევს, რომ ეს დავახშო ძალიან ხმამაღალი ხმაური. დიანა, იცი რა მინდა გითხოთ აი ამ ასაკთან დაკავშირებით კონკრეტულად ეს არის პერიოდი, როდესაც მე უკვე ნელ-ნელა იწყებს გრძილები, ჭრას, კბილები ამოსვლა და შესაბამისად ხო აქ ალბათ განსაკუთრებულად უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ მშობლები სათამაშო შერჩევასთან დაკავშირებით და იმ ხარისხთან დაკავშირებით, რასაც თქვენ რეკლამამდე ხაზი გაუსვით. დიახ, იმიტომ რომ სათამაშო უნდა შედგებოდეს ტოქსიკური ნარევებისგან, ის უნდა იყოს, არ უნდა შეიცავდეს ტყვიას, სხვა მძიმე მეტალებს, რადგან ტყვია, როგორც ვიცით, ფატალურად მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე, მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება დარჩეს ორგანიზმში და ნეირო განვითარებისთვის იყოს მავნებელი. არამედ ასევე ფიზიკურ განვითარებაზეც ეს გავლენას ახდენს და ორალურად როცა ბავშვი კმაყოფილებს შეგრძნებას ამ სათამაშოს, არა მხოლოდ სათამაშო პულტის კი შეიძლება ბავშვმა პირში ჩაედოს, იმიტომ რომ აი ესე პირით ეცნობა ის სამყაროს, ხო? საღეჭი სათამაშო. და განსაკუთრებით როცა კბილის ხო, ძირითადად რეზინის ეს ყველაზე სასიამოვნოა, განსაკუთრებით თუ მაცივარში დედა ჩადებს წინასწარ, უფრო მეტად მესიამოვნება და დამამშვიდებს ღრძილებს. შესაბამისად, სათამაშო როგორც მანამდე ვახსენეთ, უნდა იყოს უსაფრთხო, უნდა იყოს მსუბუქი, რომ მარტივად მანევრირებადი იყოს ხელში და ფერადი. ფერადი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ვეხები და ვუსმენ, ვიზუალური სენსორული განვითარება ხდება, ხო?
მკვეთრი ფერები უნდა იყოს, კონტრასტები უნდა იყოს, ლურჯი ყვითელი, წითელი, მწვანე, რომ ჩემო თვალებმა ითამაშონ და მე ეს ვიზუალური განვითარება მოვახდინო თამაში. თუ ბავშვი ცხოვრობს თეთრ ოთახში, სადაც აი მშობელს მოსწონს რაღაც თავისებური დიზაინი, მაგათ პასტელური ფერები, იქ ბავშვის ვიზუალური განვითარება ისე ხარისხიანი არ იქნება, ისეთი შედეგიანი არ იქნება, როგორც მაგალითად ლამაზი ფერადი კონტრასტული ნივთების და სათამაშოების შემთხვევაში. ამასაც სხვათა შორის ვხვდებით, არამტვრევად სარკესაც მით უმეტეს ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და შემეცნებითია ხოლმე სარკეში საკუთარი თავის აღმოჩენა. კი, ესეც აუცილებელია. ადრე ალბათ თქვენ გაგონილი გექნებოდეთ, რომ არ შეიძლებოდა წლამდე ბავშვისთვის ეს რაღაც სრულწმენა იყო, რომ სარკეში არ შეიძლება ბავშვი ჩახედო და რაღაც აფარებდნენ. ეხლა პირიქით ჩვენ განვითარდით და უფრო მეტი ვიცით და მშობლებიც ინფორმირებული არიან, რომ მონტესორული მეთოდიკიდანაც გამომდინარე ძალიან ქვემოთ იატაკთან ახლოს ხოხვის სტადიაზეც არსებული ბავშვი, რომელიც ჯერ კიდევ ხოხავს, საკუთარ თავს ხედავს, იმიტომ რომ იატაკზე არის თითქმის ის სარკე მიმაგრებული, უსაფრთხო ბუნებრივია მსხვილი და ბავშვი ხედავს როგორ ხოხავს, როგორ ჯდება, როგორი სახე აქვს, როგორი მიმიკა და ამასთანავე სახის მიმიკის არტიკულაციების ნახვა საკუთარი თავის სარკეში არის მეტყველების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ლოგოპედიაში აქტიურად გამოიყენება სარკე. აი 1-დან 3 წლამდე თქვათ რა ხდება უკვე ამ შემთხვევაში მარტივი კონსტრუქციები არის თუ არა ისე მნიშვნელოვანი რომ დარჩეს და რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა. ნახეთ 2 წლიდან უკვე წელიწადი გავიარეთ, 2 წლიდან უკვე ბავშვისთვის ახალი სტადია განვითარების შემოდის, რასაც ქვია ინტელექტუალური განვითარება, მოტორული სრულყოფა, ამიტომ აქ უკვე მნიშვნელოვანია ლოგიკური თამაშები შევთავაზოთ ბაზა. არ გვეგონოს რომ პატარაა და ვერ გაიგებს, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს უკვე ბავშვისთვის, ამიტომ ფაზლები, ხის კოგნიტური სათამაშოები, რასაც ქვია ფერების დალაგება, სორტირება, ზომების სორტირება თავსატეხები იგივე დიდი დეტალები არის უკვე საქართველოს ბაზარზე საბედნიეროდ ხელმისაწვდომი ადრე მაგალითად 6-7 წლის უკან ლუპით უნდა გეძება კარგი ხარისხიანი სათამაშო, რომელიც განვითარებისთვის იქნებოდა კარგი. ამიტომ რადგან კოგნიტური განვითარება, ინტელექტუალური განვითარება მოდის უფრო 2 წლიდან, ჩვენ ვიწყებთ დიდაქტიკური მასალის ბავშვისთვის შეთავაზებას და აქ არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, როცა ჩვენ ვთავაზობთ ბავშვს დავალების მიხედვით, უბრალოდ ნიმუშის მიხედვით დავალების შესრულებას. მაგალითად, რაღაც ვიზუალური სურათია და ამ სურათის მიხედვით უნდა დააწყო მოზაიკა, ამ სურათის მიხედვით უნდა დააწყო ფაზლი, ტანგრამი, ეს არის წინარე პერიოდი სასკოლო მზაობისთვის, როცა მასწავლებელი დაფაზე რასაც წერს, ის უნდა გადაწერო. რაც დავალება არის, ის უნდა გადაიტანო როლში. ანუ აქედანვე უკვე 2 წლიდან ბავშვი სწავლობს იმას, რომ რაც დახატულია პატარა ნიმუშზე, ისეთი უნდა გავაკეთო მე. ესეც ასაკობრივ ასაკთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს, ხო, იმიტომ რომ ეხა მე უბრალოდ მაინტერესებს, შეიძლება რომ რაიმე უარყოფითი გავლენა იქონიოს, მაგალითად არსებობს ძალიან მაგარი კონსტრუქტორები, რასაც წებო ჭირდება და ასე შემდეგ, შეიძლება 50 წლის ადამიანი აწყობს. ეს მიუტანო მაგალითად 5-დან პირობითად 10 წლამდე ბავშვს საჩუქრად. სხვათა შორის ძალიან ძვირფასი საჩუქარია, უნდა აღინიშნოს ეს. უბრალოდ მაინტერესებს ამ შემთხვევაში რა ხდება ბავშვში თვითონ, როდესაც მე მგონია რომ ნეგატიურად იმოქმედებს ის უბრალოდ ნერვიულ სტრესს გამოიწვევს ძალიან ხშირად, როცა მშობლები ამბობენ რომ აი ადგილი აქვს ბავშვის მხრიდან დაინტერესება და რატომაც არა, მაგალითად შევთავაზო ანბანი 2 წლისას, წერა 2 წლისას, ან ძალიან აი თქვენ როგორც ახსენეთ, მძიმე ფორმის ინტელექტუალური დავალება, ხო, სათამაშოს სახით. აქ ხდება ნერვული სისტემის ახსნება, აქ ხდება ტვინის ფუნქციის ჰიპერახსნება იმდენად, რომ შეიძლება ტიკებშიც კი გადავიდეს და მე მშობელი კითხავს, რატო ესეთი ტიკი ხდება, იმიტომ რომ საკმაოდ აღექცნა ნერვული სისტემა. ჭადრაკი მაგალითად 3 წლიდან აინტერესებს და უნდა კი მესმის რა აინტერესებს, მაგრამ ჭადრაკი შეიძლება ითამაშა როგორც როლური თამაში, არ არის აუცილებელი სტრატეგიები აწოხო. ჯერ გააცანი სენსორულად, მაგალითად როლური თამაშები როგორც ვიცით უკვე 3-დან 5 წლამდე შემოდის მეცხოვრებაში, ხო? შეგიძლია ჭადრაკის ფიგურები დამალო ტომარაში და ბავშვს უთხრა, აბა ამოიღე და გამოიცანი რა ფიგურა, ხო? ასე ითამაშო ჯერჯერობით, გააცნო, შეაყვარო და მე 5 წლიდან კი ბატონო. ასალო ფიგურები და მე როგორ გადახვიდე სტრატეგიაზე. კი ბატონო, იმიტომ რომ როგორც წესი
არსებობს ვთქვათ აი უნივერსალური სათამაშო, რომელიც ყველა ასაკისთვის არის მიზანშეწონილი და ვთქვათ ამ შემთხვევაშიც მშობლებს შეუძლიათ რომ მშვიდად იყვნენ და ეს ასაკობრივი ფაქტორი არ იყოს ხელისშემშლელი და პირიქით. სათამაშოები, მათ შორის პოპულარული სათამაშოები, რომელიც ვთქვათ არ არის რეკომენდებული რომ გქონდეთ ჩვენ შვილებს. დავიწყებ იქნებ რა არ უნდა გქონდეს, ეს ალბათ უფრო მარტივია ამის თქმა. არ უნდა გქონდეს ბავშვს ადრეულ და სკოლამდელ ასაკში სათამაშო, რომელიც მულტიფუნქციურია. მაგალითად, იქ არის ფაზლი, რომელიც ასაწყობია გვერდით მიწებებული აქვს ციფრები, სადღაც კუთხეში არის ფერების სორტერი, ანუ მულტიფუნქცია არის დადებული დაფაზე. ამ შემთხვევაში ბავშვი, რომელიც ჯერ არ იცის ციფრები და იცის მხოლოდ ფერების სორტირება, ის ასორტირებს ფერებს, მაგრამ ვერ აწყობს ციფრებს და რას ვეჯახებით იმედგაცრუებას, ფრუსტრაციას და ის იქნევს ამ სათამაშოს, აღარ უყვარს ეს. ანუ აღარც ის აღარ უნდა რისი გაკეთებაც იცის, ხო? ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, სპეციალისტები, რომ ბავშვის კონცენტრაციის ხანგრძლივობა არის ძალიან დიდი ფუფუნება. შესაბამისად, ჩვენ გვირჩევნია შევთავაზოთ მას ერთი დავალება, პატარა რამე სათამაშო იყოს, მაგალითად ერთი ფაზლი, რომელშიც წრეში უნდა ჩადო, ფუძეში ძალიან მაგრამ იყოს ერთი დავალება შესაბამისად დიაგნოსტიკაზეც როცა ბავშვი მოდის მე ვხედავ რომ წმინდად მიხვდა, გაიგო, გააკეთა, შეასრულა, ხო? და მერე უკვე როცა ეს ერთი სათამაშო თაროზე მიდის, მეორე სათამაშო მერე მოდის ახალი და ახალი დავალება შენს წინაშე. ამით ჩვენ ხარისხენად ვეთამაშებით ბავშვს. ჩვენ არ ვთავაზობთ იატაკზე 10 სათამაშოს ერთად და რაც გინდა ის ითამაში, იმიტომ რომ აქ ხარისხენი თამაში აღარ გამოვა. ერთ სათამაშოს აიღებს, მეორეზე გადაერთვება, ხო? იკარგება ბავშვი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სათამაშო იყოს სწორად გათვლილი და არა უბრალოდ მასმარკეტით იაფი შემოთავაზება, რომ აი ესე უფრო ნაკლებს დახარჯავ. დრო ფაქტობრივად არ გვაქვს, მაგრამ აი კიდევ ერთ საკითხს მინდა რომ შევეხოთ, აი სათამაშოების ჩამონათვალი, რომელიც სკოლის ასაკის ბავშვებისთვის არის თქვათ მიზანშეწონილი და ამით უკვე დაგემშვიდობებით ნავნო. აქ ვეჯახებით ერთ შეხედულებას, თითქოს ბავშვი 6 წლის რომ შესრულდა, უნდა დაანებოს სათამაშოებს თავი, უნდა კონდეს მხოლოდ წიგნები თაროზე, რვეულები და ასე შემდეგ. ესე არ არის. 6 წლის ბავშვი ჯერ კიდევ აქვს მოთხოვნილება ითამაშოს როლური თამაშები, სტრატეგიები. სასკოლო ასაკისთვის ჩვენ შეგვიძლია ბავშვს შევთავაზოს სტრატეგიული თამაშები, სამაგიდო თამაშები, როგორიც არის X-ი, 0-ი, როგორიც არის გუნდური სტრატეგიები, მაგალითად ლაბირინთებში გაძრამა, რაც მის ტვინის ფუნქციას უფრო მეტად განავითარებს და პარალელურად მოგცემს ემოციურ თამაშს მშობელთან. სამაგიდო და შემეცნებითი თამაშები შეიძლება ითქვას. ძალიან დიდი მადლობა.